რა თქმა უნდა, ყოველდღიური მძიმე ყოფა აწევს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქეს უმრავლესობას აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან რაღაც შეზრდილი სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, თუმცა ამ ფიქციად წოდებულ საპარლამენტო კომისიაში ვხედავთ, რომ რაღაც ულტრამილიონერები ადგენენ ფასებს და ფასების რეგულაციის სტანდარტებს და აქვე ვისმენთ ისეთ ფრაზებს რომ თურმე მშიერი ბავშვი მათ არ უნახავთ სინამდვილეში მშიერი ბავშვები საქართველოში არიან და თვითონ ქართული ოცნების ერთ-ერთი პრემიერიც კი ამ მოტივით გაათავისუფლეს პრემიერ-მინისტრობიდან რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილი არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ და ამის შემდეგ უკვე საერთოდ შეიცვალა ძალიან მძიმედ ეკონომიკური მდგომარეობა დღეს გვაქვს ქვეყანა სადაც სოციალურად დაუცველი არის 700,000-ზე მეტი ადამიანი მათი ნახევარზე მეტი არის ბავშვები, აი სტატისტიკური მონაცემებს ვამბობ უბრალოდ, ბოლო წლების განმავლობაში სკოლა მიატოვა თითქმის 23,000-მა ბავშვმა, იმიტომ რომ წავიდა ემიგრაციაში და მოუწია სკოლის მიტოვება. ვხედავთ ყოველდღიურად, რომ არსებობს თბილისში 64 უფასო სასადილო და რა ჯდება ერთი ადამიანის ერთი ბენეფიციარის ყובה. ოფიციალური მონაცემებით არის 1 ლარი და 70 თეთრი, თუმცა აქ გათვალისწინებული არის მომსახურების ხარჯები, ელექტროენერგიის სხვადასხვა ხარჯები, ინჟინერიის ხარჯები. და ისიც დავინახეთ, რომ აი ამ ბენეფიციარებს საჭმლის ფულს ვიღაც ჯიბეში იდებდა. უშუალოდ ყוების თანხა არის ბენეფიციარებისთვის ლარი და 13 თეთრი და ლარი და 40 თეთრამდე. და აი ამ მინიმალურ და ცინიკურ დამოკიდებულებას გამოხატულ ციფრებში კიდევ ითვისებენ სხვა კორუმპირებული ადამიანები და პირდაპირ გამოდის სუსი და ამბობს რომ თურმე ამ თანხებსაც იპარავდნენ. ანუ მე გეთანხმებით იმ ნაწილში რომ შეიძლება პოლიტიკოსებმაც, პოლიტიკურმა პარტიებმაც დავაკელით ძალისხმევა უფრო მეტად ყურადღების გადატანას და საკუთარი რაღაც გამოსავლის ძიებას სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ისეთი ფონი იყო მთლიანად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, ყოველდღიური დარბევებით, ფიზიკური გადარჩენის თვალსაზრისით, რომ ჩვენი იმდენად ვერ გავითავისეთ ეს სოციალური პრობლემატიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ყოველდღიურად ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას, ძალიან მძიმე არის ყოველდღიური მათი ყოფა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რადგანაც აი თვის ბოლო მოდის და სხვადასხვა დროს მოდის და საწვავის გადასახადს ხომ ცალკე საწვავის ფასების ზრდაზე ხო არ არის ლაპარაკი და შევთავაზეთ ჩვენ რომ დროებით ზედაზღვარი დაწესდეს და აქციზი განახევრდეს, მაგრამ ახლა ელექტროენერგიის გადასახადიც რაც თქვენ რომ 5 თეთრით არის გაძვირებული, რეალურად არის 33% და როდესაც ეს 33% მიუვა ადამიანს გადასახდელად, ნამდვილად იგრძნობს იმას, რომ უმძიმესია ამ ქვეყანაში ყოფა. ამას ემატება კიდევ უფრო პერსპექტივაში გაძვირება ყველაფრის, რადგანაც მიბმულია საწვავის ფაზზე, ელექტროენერგიის გადასახადზე ის სერვისები, რაც უნდა მომსახურების. ხო, ხა დენი თუ გაძვირდება, პურის საცხობი პურს გააძვირებს და შემდეგ ეს ყველაფერი ლოგიკურად ერთმანეთზე აწყობილი. დავამატოთ ის, რომ დავდივართ ყოველდღიურად რეგიონებში და საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ხო, თქვენი წინამორბედის სტუმარიც ამაზე ამახვილებდა ყურადღებას. აი ხნათესვის პერიოდია ახლა, ხო? ხნათესვის პერიოდია, მექანიზაცია არის საჭირო და თითქმის 4 ლარამდე ავიდა გადასახადი. მაგალითად, დიზელის გადასახადი და ყოველდღიურად საჭირო არის უკვე მიწის დამუშავება. ამიტომ აი ფერმერი, გლეხი, აი ყველანი არიან უმძიმეს მდგომარეობაში და კიდევ უფრო იზრდება. ანუ ტენდენცია ფასების ზრდის შეუჩერებელია. ამიტომ აი ფარსია მთლიანად ის კომისია, რა კომისიაც არის, არ ვიცი რაღაც სიმბოლურად კვერცხის ფასის დამდგენი და ის კვერცხის გაძვირდა კომისიის შექმნიდან დღემდე და რაც შეეხება ახლა ხორცს პროდუქტებზე საუბარს, იქ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აი სუსის შეგზავნა სუპერმარკეტებშიც ესაც რაღაცნაირად ეს შორიდან წარმოუდგენელი ჩანს, ანუ რა უნდა შეეცვალა სუს სუპერმარკეტებში, ხო? საბოლოო ჯამში თქვენ ამას ამბობთ, მაგრამ არ გეტყვით რა უნდა შეეცვალა. ქართული ოცნების პირობებში ყველა ძალოვანი უწყება არ გამოიყენება ინსტიტუციურად, რისთვისაც არიან შექმნილები. და ძალოვანი უწყებები გამოყენებულები არიან პოლიტიკურ ინსტრუმენტებად. პოლიტიკური ინსტრუმენტის ნაწილად რომ განიხილავენ, იმიტომაც ხდება იმ დავალებების მიცემა, რაც მათი კომპეტენციის სფერო არ არის.
რა უნდა სუს ფასების დადგენასთან, მაშინ როდესაც საფრთხეებზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუნდაც კორუფციასთან რა უნდა, როდესაც მისი მიმართულებები არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და პარალელური რაღაც უწყებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ იმისათვის, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული, ამიტომაც აძლევენ იმ უფლებამოსილებას, რაც არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება და ამავდროულად ის გაზრდილი უფლებამოსილებები ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომ არიან ძალოვანი უწყებები ჩართულები. დღეს უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ირაკლი კობახიძემ, ზუსტად მის სიტყვების ციტირებას ვერ მოხდა, მაგრამ თქვა, რომ აი ფასების მიმართულებით მოხდება ფასების კლება მგონი აპრილის ბოლოს თუ რაღაც ესეთი თქვა არ ვიცი. რატომ ვერ ხდება ფასების კონტროლი თუ კლება, რა არის ეს ძირი ფუძე, საიდანაც ალბათ უნდა დაწყებულიყო ამ პრობლემასთან ბრძოლა, რა არის გამოტოვებული? რა არ არის გამოტოვებული, ამით დავიწყოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაგრამ ფასების კლებასთან დაკავშირებით, რომ რაიმე გადამწყვეტ პოზიციას ვერ შეაჯერებდნენ კომისიაზე, ეს წინასწარ იყო ცნობილი. იმისათვის, რომ იყოს კარგი ფასები, დაბალი ფასები, აუცილებელი არის ეკონომიკური პოლიტიკის გააზრება და ეს პოლიტიკა უნდა იყოს გააზრებული როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში. მაშინ, როდესაც ეკონომიკური მიმართულების მინისტრები თუ ხელმძღვანელი პირები ჩართულები არიან რაღაც ყოველდღიურ ანტისახელმწიფოებრივ ნარატივში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა თემაზე, რა თქმა უნდა, აქ ვერაფერი ვერ გამოსწორდება. ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები. ქვეყანაში, როდესაც ინვესტიციები არ შემოდის, აი ამის ფუნდამენტი რა არის? ის, რომ ვერ ხედავენ ინსტიტუციურ სიძლიერეს, იმას, რომ ვერ ხედავენ თავისუფალ სასამართლოს, სადაც დარღვევის უფლების დარღვევის შემთხვევაში მათ უფლებას დაიცავენ. და როდესაც აი ამ იზოლაციონიზმისკენ მიყავს სახელმწიფო, ცხადია, რომ იქ როგორი იქნება ეკონომიკური განვითარება, არ იქნება ეკონომიკური განვითარება და ეხლა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ვიღაცა მივა სადღაც უწყებაში კონკრეტულ ბიზნესმენთან და თითს დაუქნებს, იმას შეიძლება 2 დღით და 3 დღით სხვა რაღაც პროდუქტებზე ფასების მატების ნაცვლად კონკრეტულ პროდუქტზე ფასი დააგდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღმოიფხვრა. პრობლემა ასე არ აღმოიფხვრება. თუ ქვეყნის განვითარების ხედვა არ აქვს, თუ დასახული სტრატეგია არ აქვს, თუ სამოქმედო გეგმები არ აქვს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, გამორიცხულია ამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და ვნახავთ, რომ აი ამ გადასახადების გაძვირების გამო გაძვირდება ყველა სერვისი. ქვეყანა ღარიბდება, მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად ღარიბდება და ამის ნაცვლად ჩვენს ხარჯზე, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დიდრდებიან ისედაც მდიდარი დეპუტატები, რომლებიც ყიდულობენ ადგილებს საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ, შევიდნენ კარტელურ გარიგებებში, შევიდნენ რაღაც ყოველდღიურ შესყიდვებში, რომლებიც არაკანონიერია და ამის შემდეგ გახდნენ ქართული ოცნების შემომწირველები და აი თუ აი ამ პრინციპით ივლის ქვეყანა, რა თქმა უნდა, იქნება უღარიბესი ქვეყანა და სხვა გამოსავალს ამ სიტუაციიდან გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც ყოველდღიურად მოსახლეობასთან კომუნიკაციით, უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, უნდა ვიბრძოლოთ ქუჩაში პროტესტის სახით, კომპლექსურად უნდა ვიბრძოლოთ ყველა მიმართულებით. აი ეს არის გამოსავალი.